ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. სალომე ქათამაძე მიდის იურმალაზე წარმოადგენს საქართველოს, თუმცა ესეთი ჭორები მომივიდა. მან დიც როგორ დაპირისპირება იყო? როგორი? ნუ ანუ ესეთი შიდას გეუბნები, რაც ჩვენ ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ ესე იგი ნინი ცნობილაძე ხო იცი? ფინალში ერთად იყვნენ სალომე და ნინი. მაგ ორ ადამიანს შორის იყო საუბარიო, რომელი იქნებოდა იურმალაზე ჩვენი წარმოდგენიო. საბოლოოში აირჩიეს კვლავ სალომე, ანუ ის ადამიანი, რომელმაც გაიმარჯვა ხალხმაზე და ყველაფერში ესე იგი გაუსწრო, მაგრამ ახლა დადის ჭორები, რომ ესე იგი ნინის ხმით არის აღფრთოვანებული იგორ კრუტოიძე, მელაძეც, ნუ სულ ყველაც არიან იქ ჟურის წევრები და თქვენს რომ თუ მსგავსი ხმის ტემბრის მქონე ადამიანი არ გვეყოლა ამ იურმალაზე, შენ აუცილებლად კიდევ ერთი ადამიანი იქნები, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და როგორ იქნება კიდევ ერთი ადამიანი, ხო, ეს მაინტერესებს. დამოუკიდებლად არ ვიცი, შეიძლება საერთოდაც ჭორია. საქართველოს ორი წარმოადგენელი გამორიცხული, ესეთი ფაქტი არ ყოფილა საერთოდ. ვითო, მე მგონი ყოფილა რა. არა, საქართველოსდან არა, მაგრამ ზოგადად მე ვიცი რომ ეს მაგალითად საბერძნეთს ერთხელ წარმოადგენდა ორი მონაწილე. ხო, მაგრამ საქართველოს რაღაცა უსამართლოა, მე მგონი ეს რაღაც შანსებს ზრდის ქვეყნის გამარჯვების, თუ არა? კი, არა, უსამართლოა, იმიტომ რომ ერთი ღირსეული ყველაზე ძლიერი საუკეთესო უნდა გაიგზავნოს ამ კონკურსზე. არის ნახოთ, გავარკვიოთ, საბოლოო ჯამში შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ სალომე აღარ წაიყვანონ მაგალითად ნინი არ წაიყვანონ სალომე, შეიძლება საერთოდ არც ერთი არ წაიყვანონ და აგერ წაიყვანონ ჩვენ და ახალი დუეტი შევქმნით და დუეტების შექმნა ხო მოდაშია და ჩვენ შევქმნით ახალ დუეტს. კი, დუეტების შექმნა მოდაში. მოდი ის არ გინდა გერგი მე და შენ რამე დუეტი გავაკეთოთ. სხვათა შორის რა გვიშლის ხელს? რა გვიშ, აი სტუდია ხვაშ-ხვაშა გვაქვს. სტუდია გვაქვს. მიხაჩიძეც წაგვეხმარება ცოტა. კლიპში ცოტა ითამაშებს. ალო, ნინი, გამარჯობა. ეს არის გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე, გირეკავთ როგორ ხარ? მადლობა, დიდი მადლობა. ნინინება ალბათ, ხო? კი, ნინი თუ შეიძლება. ერთი წუთით. ეხლა ახრიდან უნდა ვთქვათ, მთელი ჩვენი ეს რადიო აფხაზი. ნინი არ იყო. არ იყო ნინი. ეს ნინის მენეჯერი იყო? ჰელო. ნინი გამარჯობა. ეს არის გადაცემის ხრიდან გირეკავთ გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი და გიორგი, როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად, როგორ ხარ? ჩვენს კარგად. ნინი ესე იგი აქტიურად რაზე გირეკავთ ხა მაგას გეუბნებით? აქტიურად ვადევნებდით თვალყურს ამ იურმალას შესარჩევ პერიოდს და ძალიან გულშემატკივრობდით შენც და სალომესაც ერთნაირად დაგიმალა. ჩვენ წინა ეთერზე ვესაუბრეთ სალომეს და გავარკვიეთ რომ ის მიემგზავრება საქართველოს სახელით, თუმცა ჩვენი გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი ზერთადად ჭორებთან არის დაკავშირებული და გავიგეთ ესეთი რაღაც ჭორის დონეზე რომ იქ აბსოლუტურად აღფრთოვანებულები დარჩნენ შენი ხმის ტემბრით, ვთქვამთ რომ თუ ეგეთი ტემბრის მქონე ადამიანს ვერ ვნახავთო სხვასაც, იქნება შენც წარმოადგინო საქართველოს ამ წელსო. მართალია. აბა მოგვიყევი და გაიყვება 25-მდე რა მოხდება? ანუ საქართველოსდან არ ყოფილა ესეთი პრეცედენტი და ეს პრეცედენტი უნდა დაიშვას, რომ წავიდეთ ორი წარმომადგენელი საქართველოს სახელით. ეხლა რა მაინტერესებს? პირველ რიგში საერთოდ მსოფლიოში თუ ყოფილა ეგეთი პრეცედენტი? ანუ სხვა ქვეყნებს თუ გამოუყენებიათ საშუალება რომ არა, სხვა ქვეყნებს გამოუყენებიათ, იმიტომ რომ დიდი ქვეყნები ამერიკა მაგალითად და კიდე არ ვიცი ვინ იყოს მაგალითად კიევიდან ყოფილა ორი მომღერალი, მაგრამ ეს იმას არის რომ პატარა ქვეყნიდან არასდროს არ ყოფილა და არ დაუშვიათ ესეთი რაღაც. რატომ ესე გაუჭირდათ არჩევანის გადაწყვეტილება რომ მაგალითად მართლაც გასაჭირია მე. არა, რატომ ორი სხვადასხვა ორი განსხვავებული მაგალითად ვოკალი არის. მითხრეს მეც რომ იმდენად სხვადასხვა ხართო და იმდენად რაღაცა ანუ ის სადა დედამიწასავით განსხვავებით რომ ანუ გვინდა ორივეო, მაგრამ ნუ რაღაცა მიზეზების გამო ვერ ხდება ჯერ და 25-მდე გაირკვევა. ნინი, რა მაინტერესებს? აი ხა ძალიან დაწვრილებით მაინტერესებს მართლა. პირველ რიგში მაინტერესებს დუეტად ხომ არ აპირებთ წასვლას? არა, დუეტად ცალ-ცალკე დამოუკიდებლად იქნებით, ხო? ვეწავოთ, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა სტილი ვართ მე სალომე, თორე შეიძლება ის უფრო საინტერესო იყოს, ზუსტად ორი განსხვავებული ვოკალი, როდესაც შეიქმნება ერთად. არა, მგონი, არა, ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ნუ სხვადასხვა გახავართ, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ნამდვილად. კარგი, ესე შემდეგი კითხვა, ესე იგი ალბათ შენ, ანუ შენი გადმოსახედიდან ვისაუბროთ, ნუ გაიგე საბოლოო ჯამში, ესე იგი მიდის სალომე და არა შენ, აი მე როგორ მოხდავი, როგორ შემოგეხმაურნენ, რა გითხრეს, რატომო, როგორ რანაირად ეს უკვე თვითონ იგორ კრუტოიძემ დამიჯახა სცენიდან, ანუ სცენაზე ვისავიდექი და მითხრეს ძალიან თვითონ მოვაყარა კაც მეგონა ესეთი სპილები თუ იყო მართლა, იმიტომ რომ რაღაც ისეთი სახეები აქვს, რომ შეგეშინდება თავიდან სანამ სცენაზე ხარ და მე როცა ჩამოვედი უკვე და რაღაც ძალიან თვითონ რაღაც ისე რომ აი ესე ხდებოდა და გამიმართა სიტუაცია როგორ იყო რანაირად და
ძალიან ბევრი კომპლიმენტებიც მივიღე და თან ველოდებით ეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, შანსები როგორ არის, შენი შანსები? შანსები რა თქმა უნდა არის, ესეთი გამოხმაურება თუ მოყვა ამ ყველაფერს პირიქით, ანუ რომც არ გავიდე, უკვე ძალიან დიდი რაღაცა. არა, ხო, გასაგებია, რომც არ გავხვიდე, ყოველთვის ჩვენ ვიძახით ქართველები, რომც არ მომეგო, მაინც ხომ გავედი ფინალში, ანუ მივიღე მონაწილეობა სხვათა შემდეგ. ქართველები არაფერს ჩვენში არ არის, მე რუსებზე მაქვს. არა, სხვა რაღაცის თქმა მინდა, ანუ შანსები რამდენი გაქვს იმისა, რომ მაგალითად შეიძლება არ გავიდეს ორივე, ხო? და ერთ-ერთი თქვენგანი გავიდეს, რამდენი გაქვს შენ პროცენტულად შანსები მიახლოებით რო ისაუბრე, იმიტომ რომ რაღაც ისეთი არ მე მემდეთ თული სიტუაცია. მე როგორ გითხრათ 25-მდე დაიწყო და მე გეტყვით ზუსტად პროცენტებს არ ჯობია. არა, კი, ჯობია ნამდვილად. ნუ იმედები გაქვს ყოველ შემთხვევაში. ხო, ანუ ეს არის გაკვრით ნათქვამი, ეს იყო კონკრეტულად. აუცილებლად გაგაგებინებთ პირდაპირ ეთერით და უი რა მაგარია 25-ის მერე 25-ის მერე დაგირეკავთ კვირდებით აუცილებლად დაგირეკავთ. კარგი, უღრმესი მადლობა, მაშინ გემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ნუკი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შენ გახვალ და წარმოადგენ საქართველოს სალომესთან ერთად, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ორივე ძალიან ღირსეული მონაწილეები იქნებით ამ კონკურსში. მაგრამ რაც უდე ამბავი არის, როდესაც ორი ადამიანი გადის საქართველოსდან და ერთი იმარჯვებს და ერთი იცი რა არის, მე ვფიქრობ, თან გიხარია, თან არ გიხარია, რაღაცა ესე გამოდის. მეგობრები არიან და ეს იქნება უკვე ჟიურიზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ საწყენი არაფერი არ იქნება ყოველთვის. არა, ჟიური არა, ჩვენ ჩვეულებრივი აი მეტი შანსი იქნება, რომ საქართველოს გაიმარჯვოს, ამიტომ მე მგონი უფრო კარგია. კი, გეთანხმებით. კარგი, უღრმესი მადლობა, გემშვიდობები, წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.